გადაცემის პირველ ნაწილს ტურისტულ ატრაქციებზე საუბრით ხსნით, უფრო კონკრეტულად გიყვებით Air Balloon თბილისზე, რომელიც მომხმარებელ საჰაერო ბურთით გასაირნებას თავაზობს. ატრაქცია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის თანაბრად მოთხოვნადია და რაც მთავარია არ გააჩნია სეზონურობა, ერთადერთი რაც პროცესს აფერხებს არის უამინდობა, მაგალითად ძლიერი ქარი. სხვა შემთხვევაში გამოცდილება ერთნაირად სასიამოვნო. ზაფხულის ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, Air Balloon თბილისზეც იზრდება მოთხოვნა, როგორი იყო ამ მხრივ 2025 წლის ზაფხული, ამას უკვე მეა კაპანაძესთან Air Balloon თბილისის დირექტორთან ერთად მივავიხილოთ. მე მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მარია კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. უპირველესად მინდა ვისაუბროთ 2025 წლის ზაფხულის სეზონზე. არ იყო თბილისთან მზიანი დღეები დიდად გამორჩეული, თუმცა შევაფასოთ, როგორ იყო აქტივობა, რამდენად დატვირთვით იმუშავა და მოახერხა რომ ემუშავა საჰაერო ბურთს. გასული ზაფხული ამინდის თვალსაზრისით ნამდვილად არ იყო სახარბიელო და იყო სავსე სირთულეებით, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ასეთი გარემოდან გამოწვეული სირთულეები სრულად მართვადი არის ჩვენი ადგილობრივი გუნდის მხრიდან. ამიტომაც ვეცადეთ, რომ თითოეული ასეთი სირთულე ახალ შესაძლებლობებში გადაგვეზარდა და უგვეპოვა мотиваციის ახალი წყარო და წარმოგვეჩინა და გვემუშავა საჰაერო ბურთის იმ მხარეზე, რომელიც სრულად ერგება ბოლოდროინდელ ტენდენციებს და აბსოლუტურად, ვთქვათ, უნიკალურ გამოცდილებას თავაზობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ სტუმარს. ამაში გულისხმობ მაგალითისთვის რომ გაიზარდა მომართვიანობა და ინტერესი საჰაერო ბურთის მიმართ არა როგორც ატრაქციის, არამედ არ მხოლოდ როგორც ატრაქციის, არამედ როგორც ლოკაციის, სადაც შეიძლება სხვადასხვა ტიპის საინტერესო ცერემონიალის დაგეგმა და გამართვა. ასე მაგალითად ეს იყო ხელისწყობის ცერემონიალი ცაში, ან ხელისმოწერის ცერემონიალი საჰაერო ბურთის ფონზე, ემოციური მომენტები სქესის გაგების ცერემონიალთან დაკავშირებით, ან საყვარელი ადამიანისთვის დაბადების დღის აღნიშვნა ღრუბლებში ცაში. ეს ყველაფერი კი ხაზგასმით წამოწევს და აჩვენებს, რომ Air Balloon თბილისი არა მხოლოდ საინტერესო და უნიკალური ატრაქცია არის, არამედ ადგილი, სადაც ვქნით დაუვიწყარ ემოციებს და მოგონებებს. კი ბატონო, ამ მხრივ რამდენად იყო მაღალი მომართვიანობა ღონისძიებების ნაწილს გულისხმობ? ეს ტენდენცია ახალია თუ იყო გასულ წლებშიც? გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის გამოცდილება აქამდეც ჰქონია. იქედან გამომდინარე, რამდენადაც თვითონ სეზონი სტანდარტული ფრენებისთვის ძალიან არასახარბიელო და არამონგებიანი იყო, ამ კუთხით სტატისტიკა მეტად გაიზარდა და წამოიწია. არაერთი საერთაშორისო სტუმარისთვის გვემასპინძლია მორთული საჰაერო ბურთის ფონზე სხვადასხვა ცერემონიალი გაგვიმართავს და აქვე მინდა აღვნიშნა, რომ ეს უკავშირი ასევე იმით გამოირჩეოდა, რომ ეს ათობით დაუშვათ ინდივიდი თუ მცირე ჯგუფები, რომლებმაც საქართველოს და კონკრეტულად თბილისი თავიანთ სამოგზაურო რუკაზე მონიშნეს იმ მოტივით, რომ კონკრეტულად საჰაერო ბურთის Air Balloon თბილისის თავგადასავალი გამოეცადათ. ეს კი, ასე ვთქვათ, მზარდი იყო ზუსტად ამ კუთხით სტატისტიკა და დიდ პოტენციალს იძლეოდა და ვფიქრობ, რომ გარკვეული წვლილი ჩვენი უნიკალურობით შეგვაქვს ნამდვილად ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში და ვისურვებდით, რომ ამ კუთხით მეტი კოლაბორაციები, მეტი თანამშრომლობა გაგვეფართოვებინა თუნდაც ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, მძღოლებთან თუ გიდებთან. რას გულისხმობ? გარდა იმისა, რომ გვაქვს თორშად გარკვეული პროცენტულობა დაგეგმილი ტურების, რომელთაც უკვე გაწერილი აქვს საჰაერო ბურთი, ასევე არაერთი ინდივიდუალურად მომართვიანობა ჰქონია, როდესაც არ იყო მათ პროგრამაში გათვალისწინებული საჰაერო ბურთი და ვფიქრობ, რომ ეს ხელსაყრელი პირობა, რაც ჩვენ გვაქვს ზოგადად ტურისტული კომპანიების მიმართ, უნდა გამოიყენონ და გავზარდოთ ეს ტირაჟი და ამით იზრდება, როგორც ვთქვათ, ურთიერთხელშეწყობით წარმატება თითოეული ბიზნესის მიმართ, ასევე თვითონ მომხმარებლის კმაყოფილების კოეფიციენტიც იზრდება. მით უმეტეს თბილისი პატარა ქალაქია, არ ვართ განებივრებული მსგავსი ტიპის ატრაქციების სიმრავლით და ასეთი უნიკალური რესურსი აუცილებლად უნდა იყოს, აუცილებლად სანახავი ადგილების ნუსხაში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე. კი ბატონო, მით უმეტეს რომ ძალიან სასიამოვნო უნიკალური გამოცდილებაა, ხო? რასაც თავაზობს Air Balloon თბილისი ნებისმიერ დამსვენებელს. მე როცა ვსაუბრობთ გასულ წელთან შედარებით, ანუ კლიმატიდან გამომდინარე შემცირებულ აქტივობაზე, დაახლოებით რა პროცენტულ სხვაობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ წლევანდელი, ასე ვთქვათ, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე?
ზოგადად ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს რაღაც გარკვეული სტატისტიკა თვის განმავლობაში გარკვეული სამუშაო დღეების თუ ასე შემდეგ, თუმცა ეს ინფორმაცია მარტო დღეების მიხედვით მშრალი იქნება იქ დღის ჭრილში რამდენი საათი ქონდა მუშაობის ამას აქვს უფრო მნიშვნელობა, მაგრამ ალბათ 30-დან 40%-მდე იყო სხვაობა წინა წელთან შედარებით. კი ბატონო. არა პოზიტიურ ჭრილში. ამინდიდან გამომდინარე. ვინ სტუმრობენ ძირითადად ადგილობრივები რამდენად ასე ვთქვათ დიდი ინტერესით ეკიდებიან, იმიტომ რომ დარწმუნებულია ძალიან ბევრისთვის სრულად ახალი გამოცდილებაც არის. და ასე საერთაშორისო ვიზიტორების წილი როგორია? დაახლოებით ადგილობრივ საქართველოს მოქალაქეებზე რომ ვისაუბროთ, საშუალოდ 20% დაახლოებით, ზოგჯერ ცოტა მეტი, ზოგჯერ ცოტა ნაკლები და უმეტესი წილი ისევ არის საერთაშორისო მომხმარებელი. როგორც უკვე აღნიშნე, დადებითი იყო ის უკავშირი, რაც მივიღეთ წელს, გასულ წელს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ბევრი ჩამოსული იყო სწორედ საჰაერო ბურთის ინტერესით, სწორედ საჰაერო ბურთის მოტივით ჰქონდა მას დაგეგმილი თავისი მოგზაურობა საქართველოში და თბილისში და ეს ნამდვილად მრავალფეროვანს ხდის ეს უნიკალური ატრაქცია ტურისტულ თავგადასავალს და თავისი აშკარა არ ვიქნებით ავდაბალი ამ შემთხვევაში აშკარა წვლილი შეაქვს ასევე ქვეყნის იმიჯში, როდესაც მოიზიდავს საერთაშორისო სტუმარს. თანაბრად საინტერესოა ყველა ინტერესისა და ასაკის მომხმარებლისთვის. იქნება ეს ბავშვი თუ უფრო მაღალი ასაკის. ამიტომაც ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა იმისთვის, რომ გავზარდოთ პროცენტული წილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ხელმისაწვდომი გახდეს უფრო მეტად და მოვიდნენ, გაატარონ შაბათი კვირა, ამაში ვიხარჯებით მაქსიმალურად. გვაქვს განსხვავებული საფასო პოლიტიკა, სტანდარტული ფასდაკლებებისგან განსხვავებული, ასევე გვაქვს თორე დამატებითი ფასდაკლების დღეები, საოჯახო პაკეტები და ყველანაირად ძალისხმევას ვქნით იმისთვის, რომ მეტი და მეტი ადგილობრივი მომხმარებლისთვის შევქმნათ ეს საშუალება, რომ გამოსცადონ ესეთი უნიკალური თავგადასავალი, აივსონ ამ ვთქვათ სავსე ამ ემოციებით და დატკბენ დღისით თუ ღამით, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს ძალიან საინტერესო არის 150 მეტრზე ფრენა ძველი თბილისის თავზე. ნამდვილად ასეა. წელს როგორი იყო სეგმენტი ტურისტების? ძირითადად თქვენი დაყურებით რომელი ქვეყნები იყვნენ აქტიურები? ტრო ეპიცენტრია ეს ადგილი, სადაც ოპერირებს Air Balloon Tbilisi. შესაბამისად, ყველაზე კარგად გრძნობს ამ სეგმენტურ ცვლილებას. ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ყავდა კი ჩვენ ნამდვილად ვთქვათ მცირე წილი, რომელიც დავუშვათ ამერიკიდან, ევროპიდან იყო, თუმცა უმეტესი მაინც უფრო აზიის მხარე ან ჩრდილოეთის მხარე, იგივე ბელორუსია, რაღაც სლავური ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და ასე შემდეგ. კი ბატონო, როგორია ხოლმე მათგან უკავშირი ამ ატრაქციასთან დაკავშირებით? დადებითი, მათთვისაც კი ვისაც გარკვეული შიში შეიძლება კონდეს თავდაპირველად გარკვეული სიმაღლესთან დაკავშირებით, ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ და ყველანაირად ვუწყობთ ხელს, რომ მივცეთ აუხსნათ მაქსიმალური ინფორმაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ფრენა ვიდრე განხორციელდება პილოტი გარკვეულ ინსტრუქციას გასცემს გონდოლაში მგზავრებისთვის, რომ მათ თავი მშვიდად იგრძნონ და ფრენა აბსოლუტურად უსაფრთხოდ შესრულდეს. აქვე აუცილებლად აღნიშნავ, რომ ფრენა არ შესრულდება თუ რაიმე რისკი არსებობს, რაიმე ამინდის თვალსაზრისით გავარესების, თუმცა მათთვისაც ვისაც ეს გარკვეული შიშები აქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ ისე ინფორმაცია, რომ თავშივე ყველანაირად მზად იყვნენ იმ თავგადასავალისთვის, რომ მხოლოდ პოზიტიურზე და დადებითზე იფიქრონ და მიიღონ ამ თავგადასავალისგან და სიამოვნების კოეფიციენტიც იყოს მაღალი. კი ბატონო, მე ვირტუალურ ტურებზე კითხავთ, ერთ-ერთი ეს ვთქვათ თავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა და რას შესთავაზებს, რა სერვისია ეს? ეს არის ვირტუალური ტური, რომელიც ამოავსებს იმ ფანჯარას და არა მარტო, თუნდაც აი ვიზედაც აღნიშნეთ, რომ ზოგ შეიძლება კონდეს შიში, თუნდაც დაუძლეველი ხო და ეს ბუნებრივიც არის რიგ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში განსხვავებული, ასე ვთქვათ, ნაკლები საფასო პოლიტიკის ფარგლებში
მაქსიმალურად მიახლოვებული რეალურ ფრენასთან და ამ ხარისხზე ვიმუშავეთ თვეები, თითქმის 1 წელი გახდება, რაც ამაზე ვთქვათ, ჩართულები ვიყავით მთელი გუნდი და არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, ვთქვათ, პროფესიონალების გუნდი და მათ ექნებათ საშუალება მიიღონ ამ VR ვირტუალური ტურის ფარგლებში ის გამოცდილება და ის ეფექტი, რასაც რეალური ფრენა იძლევა. და ძალიან საინტერესო არის ნამდვილად. ეს უკვე აქტიურია თუ როდიდან იქნება შესაძლებელი? მოკლე ვადაში უკვე იქნება. ფიქრობდით, რომ აქამდეც უნდა მოსწრებულიყო, თუმცა ხარისხზე და გარკვეულ დეტალებზე და მუშაობამ მეტი დრო წაიღო, ამიტომ უკვე მალე იქნება. საიდან გაჩნდა ამის იდეა? ამის იდეა რეალურად როგორც გითხარით, თითოეულ სირთულეს თუ გამოწვევაში ვეძებთ ხოლმე რაღაც ახალ შესაძლებლობას და აქედანაც წამოვიდა, თუმცა ასევე არის ამის გამოცდილება უკვე თუნდაც პარიზის დისნეილენდში. იქაც არსებობს ვირტუალური ტური და წარმატებით მუშაობს და ფიქრობ, რომ ახლა როცა უკვე ჩვენ შემოდგომის სეზონზე გვექნება წლიური ინსპექტირება და ჩამოვა მთელი გუნდი საერთაშორისო, ისინიც თავის თქო გარკვეულ რჩევებს გაგვიზიარებენ კიდე უკვე მზა პროდუქტზე და შეიძლება კიდე უფრო მეტად გამარჯვებას. წლიური ინსპექტორობა გულისხმობს იმას, რომ ეს არის უსაფრთხოებისთვის, ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი და საჭირო პროცესი, ხო? ძალიან მკაცრი პროტოკოლი გვაქვს. თითოეული საათი, დღე, საფრენი თუ არა საფრენი დღე მკაცრად კონტროლდება და შემდგომ ვთქვათ წლიური ინსპექტირება არის შეჯამება ერთგვარი, რომელსაც უკვე ვასრულებთ და ვატარებთ ჩვენს ფრანგ კოლეგებთან ერთად მათი ჩართულობით. ჩამოდიან იქედან ვთქვათ გუნდი, რამოდენიმე ადამიანით დაკომპლექტებული, რომელიც სხვადასხვა მხარეზე არის პასუხისმგებელი. ამისთვის ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ვთქვათ მომზადება, წინამოსამზადებელი პროცესი და თითოეული დეტალი ზედმიწევნით მოწმდება, რომ უსაფრთხო და მაქსიმალურად გამართული იყოს ყველა პირობა, რაც საჭირო არის ფრენებისთვის. ფრენის უსაფრთხოებისთვის. აუცილებლად. კი ბატონო, ღირებულებასაც გითხავთ, თქვენ ახსენეთ, რომ მაქსიმალურად ცდილობს ერბალუნ თბილისს, რომ იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა შეთავაზებების ფარგლებში. რა არის ის საფასო კატეგორია, რაშიც ოპერირებს წლევანდელი წების გათვალისწინება? არ გაგვიზრდია საფასო ღირებულება ყველაფრის მიუხედავად. ეს არის 60 ლარი საერთაშორისო უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ზრდასრული შემთხვევაში, 45 ლარი კი 3-დან 14 წლამდე მომხმარებლებისთვის. 3 წლამდე უფასო არის და შეზღუდვაც არ გვაქვს ასაკობრივი, როგორც უკვე აღნიშნე. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ზრდასრული შემთხვევაში 45 ლარი ღირს, 3-დან 14 წლამდე კი 35 ლარი. ამას თან ერთვის, როგორც უკვე მოგახსენეთ, ორშაბათის და ოთხშაბათის დამატებითი ფასდაკლების აქციები, ბედნიერი ორშაბათით და ოთხშაბათით მოიხსენიებთ ხოლმე და ასევე საოჯახო პაკეტები. ასევე დამატებით ორშაბათ სტუდენტებისთვის ფასდაკლებები და სხვადასხვა ტიპის ფარგლებში ვცდილობთ ხოლმე, რომ წავახალისოთ აუცილებლად ადგილობრივი ბაზარი. კი ბატონო, ჩვენ გვისაუბრე აქამდეც იმ პოტენციალზე, რაც აქვს ამ ატრაქციას, რომ არ დაფაროს მხოლოდ თბილისი, არამედ საქართველოს მასშტაბითაც. თუ იგეგმება ეს უახლოეს პერიოდში, თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში? სამომავლო პერსპექტივაში და ამაზე ჩვენ აქტიურად ყოველთვის მუშაობთ, თუმცა გამართლება იყო და თბილისის შემთხვევაში არჩეული ლოკაცია, ახლა როცა გამოცდილება ცოდნა გაცილებით გაღრმავდა და მეტ დეტალებზე ვართ ორიენტირებული, რომ ბიზნესის კუთხით ეს ყველაფერი მეტად წარმატებული იყოს შემდგომში, ამიტომაც მოკვლევის პროცესი თითოეული საიტის, რომელიც პოტენციურად შეიძლება მოვიაზროთ საჰაერო ბურთისთვის, უფრო ხანგრძლივი არის ხოლმე. შესაბამისად, თითოეულ რეგიონს შემდეგ კიდე დამატებით რაღაც ბიუროკრატია ახლავს თან შეთანხმების თვალსაზრისით, ამავდროულად გარემო პირობები საერთაშორისო კუთხით თუნდაც ასევე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს. საქართველოში ამ ეტაპზე ჯერ ახალი ლოკაცია არ იგეგმება, საერთაშორისო ბაზარზე და რეგიონზე მუშაობის პროცესშია. ანუ შეიძლება რომ ეს იყოს რეგიონის მასშტაბით გაფართოება და არა სწორედ საქართველოს
მასშტაბით. რა პოტენციალია ამ მიმართულებით? მოთხოვნიდან როგორია თქვენი დაინტერესება მაღალი არის ნამდვილად. არაერთი დაინტერესებულ პირს მოუმართავს პირადად ჩემთვის, როცა საქართველოში ჩამოვიდა და აღმოაჩინა ასეთი უნიკალური ატრაქციონი, თან ამ ყველაფრის მიმზიდველობას კიდევ უფრო მეტად თქვა წარმოაჩენს მისი ადგილმდებარეობა, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დავიკვეხნოთ ჩვენი სახელმწიფოს ადგილმდებარეობის გამორჩეული ლოკაციით და ბევრი არაერთი თქვათ უცხოელი ბიზნესმენი მოუმართავს პირადად ჩემთვის და დაინტერესება გამოუთქოს, რომ მის ქვეყანაშიც ყოფილიყო მსგავსი ტიპის ატრაქცია. კი ბატონო, და მე კითხავთ გეგმებზეც, სამოვალ გეგმებზე, რა არის ეს გეგმები, თუნდაც ვირტუალური ტურების ნაწილში, რასაც ისახავს თბილისი აერბალონი. ვირტუალური ტურები ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ნამდვილად და საინტერესო, მით უმეტეს, როდესაც მისი ფასი განსხვავებული იქნება სტანდარტული ბილეთის ღირებულებისგან, ეს ერთი და ამაზე დადებითი მოლოდინები გვაქვს. ასევე ამჟამად მთელი ჩვენი რესურსი მომართული არის და დავიწყეთ მომზადება წლიური ინსპექტირებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის ხოლმე ჩვენთვის წლის ამ სეზონზე. დამატებით, როგორც აღნიშნე, ეს ღონისძიებები, რომელიც მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი პლატფორმა შეიქმნა და საინტერესო, იმიტომ რომ გაცდა სტანდარტული, ასე ვთქვათ, ატრაქციის ფორმატს და შეიქმნა ადგილი, სადაც იქმნება დაუწყარი ემოციები, უნიკალური გამოცდილება და მოგონებები ადამიანების ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვან ლამაზ კვალს ვტოვებთ და ეს იქნება ძირითადი მიმართულებები უკვე რაც წლის ბოლომდე იქნება აქტუალური, რა თქმა უნდა, აქვე პროექციას აღნიშნავ კიდე, სადაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის, პრეზენტაციის, მისალოცი ტექსტის თუ ნებისმიერი მესიჯი იქნება შესაძლებელი არის, რომ გადავიტანოთ მასშტაბურ საჰაერო ბურთზე და ესეც ღონისძიებების კატეგორიაში გადის პრინციპში. კი ბატონო. ეს არ არის, ხო? ეს არის საერთაშორისო კომპანია, იდეაში, რომელიც ოპერირებს საქართველოში. თუ არ ვთქვი ფრანგული, ხო? ფრანგული კომპანია არის მწარმოებელი, მაგრამ ოპერირება აბსოლუტურად ჩვენია. კი. მათგან როგორი უკავშირია, რამდენად, ასე ვთქვათ, პოტენციალს ხედავენ ქართულ ბაზარზე და რამდენად, ასე ვთქვათ, კმაყოფილები არიან იმ შედეგით, რაც აერბალონ თბილისმა ამ პერიოდის განმავლობაში აჩვენა. ჩართულობა მათი მხრიდან ყოველთვის მაღალია, თუ რამე საჭიროება გვიდგას, რომ მათთან შეთანხმებით გადაიჭრას ესა თუ ის საკითხი, არ არის აქ იმის განცდა, რომ დაუშვათ უცხოელი პარტნიორები არიან, ყოველთვის როგორც ადგილობრივი გუნდის წევრებთან ჩართულობით მარტივად იჭრება და ზრუნავენ, ზრუნვის კოეფიციენტი ძალიან მაღალია მათი მხრიდან. ხშირად ჩამოდიან არაფორმალური შეხვედრების და არაფორმალური ვიზიტების ფარგლებშიც, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ყოველთვის ცდილობენ თავიანთი გამოცდილებაც გაგვიზიარონ, რაც შეიძლება წაადგეს ჩვენ შემთხვევაში ჩვენს ბიზნესს. კი ბატონო. მე ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და წარმატებები უკვე დაველოდებით სიახლებს ვირტუალურ ტურებთან დაკავშირებით და იმ შედეგებს აუცილებლად შემოერთდებით. მადლობა კიდევ ერთხელ. მე აკაპანაძე აერბალონ თბილისის დირექტორი სტუმრობდა გადაცემაში.